მოგესალმებით მეგობრებო, დისტილერია და მაღაზია სპირტაურადან. ერთი პატარა რაღაც მინდა გაგიზიაროთ. ჩავატარა დისტილაცია M50 ლიტრიან ქვაბზე და გამოვრეცხე წყლით და როგორც დამხმარე საშუალება შევიძინე ამასინათ ორთქლის ცხელი ორთქლის აპარატი. მე ახლა კონკრეტულად ამ აპარატს ნამდვილად არ ვარეკლამებ, უბრალოდ მინდა განახოთ როგორც მოვლის საშუალება შეიძლება გამოგადგეთ რა. ეგეთი რაღაცა ჩავრთე ახლა. ეგეთი გრადაცია აქვს ორთქლის ჭავლის სიხშირის. მე ორზე მაქვს დაყენებული 3, 4, 5 და 6, ნუ იმის მიხედვით რა ჭავლი გაწყობთ. ახლა დაიწყო ამან სამოსლა, ნახეთ. აბა ევაკა. ეს არის სილიკონის შუასადენი. შემოვავლეთ ორთს გარშემო. ეასოს მაგვარი შუასადებია, შუაში დაუვლი. ბატონო. ანუ გავაცვლი ამას ყველა იმ მინარევს, რაც შემორჩა დისტილაციის შემდეგ ზედაპირზე. ბატონო. ამ შუასადებთან ერთად რაღაცნაირად თავსახურიც ვეცხება რა. ბატონო. ასე. ნუ ცოტა ფრთხილად უნდა იყოს, ხელი არ უნდა შეუშილოთ ამ ორთქლის ჭავს, ვინაიდან აუცილებლად გავხსოვს. თავსახურში შემოვლი, ბატონო, ეს უსაფრთხოების სარქველია, ეს თერმომეტრის პორტია, აგერ ნახრეტი რო არის. შემოვარეთ. ეს მის თავსახური. ახლა თავსახურსაც მოვხსნი. ესე გავდო ესა. მისაშიშია რა. დასადებად. წნევა აქვს. და კარგი. თავსახური მოვხსენი, ახლა ქვაბზე გადავალ. ბატონო, ხალხებით ახლა ბოდის ცოტა ზედაპირს შემოვუარე ორთქლის ჭავლით, ხელი ორთქლის ჭავლით. მე ქვედა ნაწილზე გადავინაცვლებ. აი მოდის ახლა რა რაღაცა რახის ზეთების სუნი და ასე შემდეგ. აუ ძალიან მომეწონა ეს ორთქლის ჭავლის აპარატი. მე ხმარება რა ვიცი, მომწონს რა. რავი თუ თქვენც ჩაგიზდებოთ სკოლაში, ისევ გამოიყენეთ რა. მოგეუბნებით მე ახლა ალოლად გეუბნებით კონკრეტულად ამ ორთქლის აპარატს რეკლამას არანაირად არ უყენებ, თუმეტეს რომ ამ ორთქლის აპარატის გამყიდველმა ერთი დეტალი დამაკლო და ცოტათი გაბრაზებულიც ვარ მათ კომპანიაზე, მომწოდებელზე. უბრალოდ თავაზობთ მეთოდს და არა იმას, რეკლამას რა. აბა დროებით გადავშიდებით, კარგად გონდებოდეთ. და სამოვთავ. შეგახანი იყოს.